1999 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტის არქივებში პირველად შევიდნენ დამოუკიდებელი მკვლევარები, მათ იპოვეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო. ჩანაწერები, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობდა. სტენოგრამები, რომლებიც წაშლილი იყო ოფიციალური ოქმებიდან. და ერთი საიდუმლო დოსიე, რომელზეც წითელი ფერით ეწერა, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. ამ დოსიეში იყო მუხრან მაჭავარიანის გამოსვლები, რომლებიც ისე ძლიერი იყო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათი არსებობის უარყოფა. რატომ? რას ფარავდა ეს დოკუმენტები? და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინ გადაწყვიტა, რომ ეს სიტყვები არასოდეს უნდა მოესმინათ ხალხს. ამ საღამოს 25 წლის შემდეგ ჩვენ გავხსნით ამ დოსიეს და გაჩვენებთ, რატომ შეშინდა ხელისუფლება ერთი ადამიანის სიტყვებს. მუხრან მაჭავარიანი არ იყო ჩვეულებრივი პოეტი. ის იყო ადამიანი, რომელმაც სიტყვა იარაღად აქცია. დაბადებული 1929 წელს ის გაიზარდა იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო იყო საბჭოთა იმპერიის ნაწილი, როდესაც ერთი არასწორი სიტყვა შეიძლებოდა ღირსებოდა სიცოცხლისა. მაგრამ მაჭავარიანი არასოდეს დუმდა. მისი პირველივე ლექსები, რომლებიც გამოქვეყნდა ახალგაზრდობაში, იყო ისეთი ძლიერი, რომ ცენზორებმა არ იცოდნენ, როგორ მოექცნენ მათ. ზედაპირულად ისინი ლაპარაკობდნენ ბუნებაზე, მთებზე, ქართული მიწის სილამაზეზე. მაგრამ ყველა, ვინც კითხულობდა, იგრძნობდა ქვეტექსტს, ეს იყო ბრძოლის მოწოდება, ეს იყო თავისუფლების ჰიმნი, ეს იყო წინააღმდეგობის მანიფესტი. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ იმ დროში, როდესაც თქვენი ყოველი სიტყვა მოსმენილია, ყოველი ნაბიჯი კონტროლდება, ყოველი აზრი შეიძლება გახდეს თქვენი დანაშაულის მტკიცებულება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ პირობებში თქვენ წერთ ლექსებს, რომლებიც ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც სხვები ჩუმად ფიქრობენ. ეს იყო მუხრან მაჭავარიანის არჩევანი. ის არ ეშინოდა. ან უფრო სწორად ის ეშინოდა, მაგრამ მისი შიში იყო ნაკლები, ვიდრე მისი რწმენა იმაში, რომ სიმართლე უნდა ითქვას. მაგრამ რა ფასი გადაიხადა მან ამ არჩევანისთვის? როგორ გადარჩა იმ სისტემაში, რომელიც ანადგურებდა ყველას, ვინც ბედავდა წინააღმდეგობას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იყო ის საიდუმლო, რომელიც მან ინახავდა 10 წლეულების განმავლობაში და რომელიც გამოავლინა მხოლოდ თავის ბოლო წლებში? ამ კითხვებზე პასუხი გვაქვს დღეს და ის შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით მუხრან მაჭავარიანის შესახებ. პირველად 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მაჭავარიანის უსაფრთხოებაზე 1990-იან წლებში, თანახმა გახდა ლაპარაკზე კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს პოეტის ბოლო თვეების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით. პირადი საუბრებიდან მუხრანსა და მის ოჯახს შორის სასოწარკვეთილ გეგმებამდე იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სულს გაგიჩერებთ. მაგრამ დავიწყოთ თავიდან. 1990-იან წლებში, როდესაც საქართველო ბრძოლობდა დამოუკიდებლობისთვის, მუხრან მაჭავარიანი გახდა არა მხოლოდ პოეტი, არამედ პოლიტიკური ფიგურა. ის აირჩიეს პარლამენტში და ეს იყო მომენტი, როდესაც მისი სიტყვები მიიღო ახალი ძალა. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ლექსებს თავისუფლებაზე, ახლა დგას ტრიბუნაზე და ლაპარაკობს პირდაპირ ხელისუფლების წინაშე. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური გამოსვლები. მაჭავარიანის სიტყვები იყო როგორც ცეცხლი, ისინი წვავდნენ, ანათებდნენ, აფრთხობდნენ. მისი პირველი დიდი გამოსვლა პარლამენტში მოხდა 1991 წელს. თემა იყო ეროვნული უმცირესობების უფლებები, მაგრამ მაჭავარიანმა გადააქცია ეს დისკუსია რაღაც მეტად. ის ლაპარაკობდა არა მხოლოდ კანონებზე, არამედ სულზე, ღირსებაზე, იმაზე, რას ნიშნავს იყო ქართველი იმ დროში, როდესაც შენი ქვეყანა ბრძოლობს გადარჩენისთვის. მისი ხმა ძრწოდა არა სისუსტისგან, არამედ ემოციისგან. ის არ კითხულობდა ქაღალდიდან, ის ლაპარაკობდა გულიდან და ყველა, ვინც იყო დარბაზში, გრძნობდა ამას. მაგრამ რა ხდებოდა კულისებს მიღმა? რა იყო ის, რასაც ხალხი არ ხედავდა? მაჭავარიანის უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი გვიამბობს, რომ პოეტი იღებდა საფრთხის შეტყობინებებს თითქმის ყოველ დღე. ანონიმური ზარები ღამის საათებში. წერილები, რომლებშიც ეწერა, შენი სიტყვები ძვირი და გიჯდება. მაგრამ მაჭავარიანი არ ჩერდებოდა. პირიქით, ყოველი საფრთხე აძლიერებდა მის გადაწყვეტილებას. ის მეუბნებოდა, იხსენებს მისი დამცველი, თუ ახლა დავდუმდი, მაშინ რისთვის ვცხოვრობდი ამდენი წელი, ერთხელ 1992 წელს, მაჭავარიანს უნდა გამოსულიყო პარლამენტში განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაზე, კორუფციაზე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.
მისი გუნდი ევედრებოდა მას არ გამოსულიყო, რადგან ინფორმაცია იყო, რომ ემზადებოდა პროვოკაცია. მაგრამ მაჭავარიანი არ დათანხმდა. ის თქვა, თუ პოეტი ეშინია სიმართლის თქმის, მაშინ ის აღარ არის პოეტი. და ის გამოვიდა. მისი გამოსვლა გაგრძელდა 30 წუთზე მეტი და ის იყო ისეთი ძლიერი, რომ დარბაზში სრული სიჩუმე იყო. ადამიანები არ აფრთხობდნენ. ისინი უბრალოდ უსმენდნენ და ბევრი მათგანი ტიროდა. მაგრამ რა მოხდა ამ გამოსვლის შემდეგ? რატომ ეს ჩანაწერი არ არსებობს ოფიციალურ არქივებში? და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს სიტყვები არასოდეს უნდა გამხდარიყო საჯარო? ამ კითხვებზე პასუხი გვაქვს და ის უფრო შოკის მომგვრელია, ვიდრე წარმოიდგენთ. მაგრამ პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, თუ ვინ იყო მუხრან მაჭავარიანი როგორც ადამიანი, არა მხოლოდ როგორც პოეტი ან პოლიტიკოსი. ერთი კვირით ადრე, ვიდრე მოხდებოდა ის, რაც შეცვალა ყველაფერი, მაჭავარიანს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ ოქმში. უცხოელი ემისარი ჩამოფრინდა ღამით, გაატარა 1 საათი პოეტის სახლში და წავიდა მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ მაჭავარიანი გამოვიდა ოთახიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, კგბ-ს აგენტი, CIA-ს წარმომადგენელი, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? ეს ისტორია იწყება 1992 წლის დეკემბერში. საქართველო იყო ქაოსში. ომი აფხაზეთში, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური არასტაბილურობა. მაგრამ მაჭავარიანი აგრძელებდა თავის მუშაობას. ის წერდა, ლაპარაკობდა, ბრძოლობდა. მისი სახლი გახდა ერთგვარი პილგრიმაჟის ადგილი ახალგაზრდა პოეტებისთვის, აქტივისტებისთვის, ყველასთვის, ვინც ეძებდა შთაგონებას და ძალას. მაგრამ ამ პერიოდში მოხდა რაღაც უცნაური. მაჭავარიანმა დაიწყო თავისი ყოველდღიური რუტინის შეცვლა. ის, ვინც ყოველთვის იყო ღია და ხელმისაწვდომი, უეცრად გახდა ფრთხილი. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის იწყებდა ყოველ დილას იმით, რომ ამოწმებდა თავის საბუთებს, თითქოს ემზადებოდა სწრაფი გასვლისთვის. რატომ? რისი ელოდა ის? პასუხი მოვიდა 1992 წლის დეკემბრის 25 დღეს. იმ ღამეს, როდესაც თბილისი იყო ჩაფლული ბნელში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მაჭავარიანის სახლში შემოვიდა ადამიანი. არა ძალით, არა შეიარაღებული, ის უბრალოდ დააკაკუნა კარზე და მაჭავარიანმა გააღო. ეს ადამიანი იყო უცხოელი, ლაპარაკობდა რუსულად ძლიერი აქცენტით და მოიტანა წერილი. არა ჩვეულებრივი წერილი, ეს იყო დოკუმენტი, რომელზეც იყო ბეჭედი, რომელსაც მაჭავარიანი იცნობდა ძალიან კარგად. რა იყო ამ დოკუმენტში? მისი ოჯახის წევრები არ იციან, მაჭავარიანმა არასოდეს უთხრა მათ. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, ყველაფერს ამბობს. მომდევნო დღეს მაჭავარიანმა გააუქმა ყველა თავისი საჯარო გამოსვლა. ის, ვინც არასოდეს უარყოფდა მოწვევას ლაპარაკზე, უეცრად გახდა მიუწვდომელი. მისი უახლოესი მეგობრები ამბობენ, რომ როდესაც ეკითხებოდნენ მას, რა მოხდა, ის უბრალოდ ღიმოდა და ამბობდა, ზოგჯერ სიჩუმე არის ყველაზე ხმამაღალი პროტესტი. მაგრამ ეს სიჩუმე არ გაგრძელებულა დიდხანს. 2 კვირის შემდეგ მაჭავარიანი დაბრუნდა პარლამენტში და მისი პირველი გამოსვლა იყო ისეთი ძლიერი, რომ ბევრმა იფიქრა, რომ ის დაკარგა გონება. ის ლაპარაკობდა საერთაშორისო კონსპირაციებზე, უცხო ძალებზე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს დესტაბილიზაციას. ის ასახელებდა თარიღებს, ადგილებს, ზოგჯერ კი სახელებსაც. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ის ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, თუ როგორ ცდილობდნენ მის დაშინებას, თუ როგორ სთავაზობდნენ მას ფულს, თუ როგორ ემუქრებოდნენ მის ოჯახს. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რატომ სურდათ მაჭავარიანის დუმილი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც ისე ძვირფასი იყო, რომ ვიღაც მზად იყო ყველაფრის გაკეთებაზე, რომ ის არ გამხდარიყო საჯარო? ამ კითხვებზე პასუხი დაფარულია არქივებში, რომლებიც დღემდე დალუქულია. მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე და ისინი მზად არიან ლაპარაკზე. მაჭავარიანის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი პოეტის ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიტყვამ შეცვალოს ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა დაუპირისპირდეს მთელ სისტემას და არ დანებდეს. მაგრამ ეს არის აგრეთვე ისტორია იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს ამ წინააღმდეგობას. და ეს ფასი, როგორც ჩვენ ვნახავთ, იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
ბოლო წუთამდე მე მჯეროდა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი მაჭავარიანის პირადი დაცვიდან, ხელები კვლავ უკანკალებს 25 წლის შემდეგაც. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი მაჭავარიანის უშიშროების წრიდან პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით პოეტის ბოლო დღეების შესახებ. ეს არის ჩვენება, რომელიც თქვენ სულს გაგიჩერებთ, რადგან ისავლენს არა მხოლოდ იმას, რაც მოხდა, არამედ იმასაც, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაფერი შეიცვალა. 1993 წლის იანვარი. თბილისი იყო ყინულში გახვეული, ქუჩები თითქმის ცარიელი, ელექტროენერგია მოდიოდა დღეში მხოლოდ 2-დან 3 საათამდე. მაგრამ მაჭავარიანის სახლში ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ ადამიანები. არა მხოლოდ პოეტები და მწერლები, მოდიოდნენ ჟურნალისტები, სტუდენტები, ზოგჯერ კი უბრალო მუშები, რომლებსაც სურდათ მოესმინათ მისი სიტყვები. ერთ-ერთი მისი დამცველი იხსენებს, ჩვენ ვცდილობდით შეგვეზღუდა ვიზიტორების რაოდენობა, მაგრამ მუხრანი ამბობდა, თუ ადამიანს სურს სიმართლის მოსმენა, ვინ ვარ მე, რომ უარი ვუთხრა, მაგრამ ამ პერიოდში დაიწყო რაღაც, რაც შეშფოთებას იწვევდა მის უახლოეს წრეში. მაჭავარიანი იღებდა ტელეფონის ზარებს ღამის 2-3 საათზე. ის არ ამბობდა, ვინ რეკავდა, მაგრამ ყოველი ასეთი ზარის შემდეგ ის ხდებოდა უფრო მოუსვენარი, უფრო ფრთხილი. ერთხელ, როდესაც მისმა ერთ-ერთმა დამცველმა შემთხვევით მოისმინა საუბრის ნაწილი, მან გაიგო, თუ როგორ ამბობდა მაჭავარიანი უცნობ ხმას, მე არ მეშინია თქვენი საფრთხეებისა, მაგრამ თუ შეეხებით ჩემს ოჯახს, მაშინ თქვენ არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელიც დღემდე არის გაურკვეველი. მაჭავარიანი მიდიოდა პარლამენტში, როდესაც მისი მანქანა უეცრად გაჩერდა ქუჩის შუაგულში. ძრავა ჩაქრა და არანაირი მცდელობა ვერ ეხმარებოდა მის ხელახლა ჩართვას. ძღოლი გადმოვიდა, გახსნა კაპოტი და იპოვა რაღაც, რაც არასოდეს უნდა ყოფილიყო იქ პატარა ელექტრონული მოწყობილობა მიმაგრებული ძრავის სისტემაზე. ეს არ იყო უბრალო ტექნიკური გაუმართავობა, ეს იყო საბოტაჟი. მაგრამ ვინ გააკეთა ეს? და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რატომ? რა სურდათ მათ, მხოლოდ დაშინება, თუ რაღაც მეტი? მაჭავარიანის რეაქცია იყო გასაოცარი. ის არ შეშინებულა, არ გაბრაზებულა, ის გაიცინა. ისინი ფიქრობენ, რომ ასე შემაჩერებენ, უთხრა მან თავის დამცველებს. მაგრამ ისინი არ იციან, რომ ყოველი მათი მცდელობა მხოლოდ აძლიერებს ჩემს გადაწყვეტილებას. და მართლაც, მომდევნო დღეს, როდესაც ის საბოლოოდ მივიდა პარლამენტში, მისი გამოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მთელი მისი კარიერის განმავლობაში. ის ლაპარაკობდა არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება კვლავ არის ფუფუნება, არა რეალობა. მაგრამ რა ხდებოდა მის პირად ცხოვრებაში? როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი მის ოჯახზე, მის ახლობლებზე? მისი ცოლი, რომელიც იყო მისი უდიდესი მხარდამჭერი, იწყებდა შიშის გამოვლენას. არა საკუთარი თავისთვის, ის იცოდა, რომ მუხრანი არასოდეს შეჩერდებოდა, არამედ თავისი შვილებისთვის, თავისი შვილიშვილებისთვის. ერთხელ, როდესაც მაჭავარიანი დაბრუნდა სახლში ღამის გვიან საათებში, ის იპოვა თავისი ცოლი მჯდომარე სამზარეულოში, წრემლებით თვალებში. რამდენ ხანს კიდევ გაგრძელდება ეს? ვკითხა მან. მაჭავარიანი ჩამოჯდა მის გვერდით, ჩაიჭირა ხელი და უთხრა, სანამ არ ითქმება ყველაფერი, რაც უნდა ითქვას. სანამ არ გაკეთდება ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს. ეს იყო მისი პასუხი, არა დაპირება უსაფრთხოებისა, არამედ დაპირება იმისა, რომ ის არასოდეს დანებდებოდა. და აქ ჩნდება კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაუსვას საკუთარ თავს, რა იქნებოდა, რომ თქვენ იყავით მაჭავარიანის ადგილზე? რა აირჩევდით, უსაფრთხოებას თქვენი ოჯახისთვის თუ ბრძოლას იმისთვის, რასაც გრძნობდით, რომ სწორია? ეს არ არის მარტივი კითხვა და მაჭავარიანის ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ამ არჩევანს აქვს ფასი, რომელსაც ის იხდიდა ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში. რას იცოდა მაჭავარიანი თავისი ჯანმრთელობის შესახებ, რასაც სხვები არ იცოდნენ? მისი პირადი ექიმი იძახებოდა საიდუმლოდ სასახლეში. არც ერთი დიაგნოზი არ აღწერილა ოფიციალურ დოკუმენტებში. მაგრამ უშიშროების სამსახურის არქივები ინახავს სიას მედიკამენტებით, რომლებიც შეკვეთილი იყო პოეტისთვის. ეს სია ავლენს დაავადებას, რომელიც მუხრან მაჭავარიანმა დამალა ქართველი ხალხისგან 10 წლეულების განმავლობაში. ამ დოკუმენტურ ფილმში თქვენ დაინახავთ სამედიცინო მტკიცებულებებს, რომლებიც ცვლის ყველაფერს, რასაც იცოდით პოეტის ბოლო წლების შესახებ.
1999 წელს, როდესაც მაჭავარიანი იყო თავის შემოქმედებითი ძალების მწვერვალზე, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ის დაიწყო თავის ტკივილების განცდა, არა ჩვეულებრივი თავის ტკივილები, არამედ ისეთი ინტენსივობის, რომ ზოგჯერ ვერ შეეძლო საწოლიდან ადგომა. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის ცდილობდა ამის დამალვას, მაგრამ ისინი ხედავდნენ, როგორ იჭირა ხელი თავს, როგორ იხუჭებოდა მისი სახე ტკივილისგან. როდესაც საბოლოოდ დაეთანხმა ექიმთან წასვლას, დიაგნოზი იყო შემაშფოთებელი, მაღალი არტერიული წნევა, რომელიც იყო ისე მაღალი, რომ ექიმები გაოცებულები იყვნენ, თუ როგორ შეეძლო მას ფუნქციონირება. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. შემდგომი გამოკვლევები აჩვენა რაღაც უფრო სერიოზული პრობლემები გულთან, რომლებიც მოითხოვდა მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას. მაჭავარიანს ეუბნებოდნენ, რომ მას სჭირდებოდა დასვენებას, სტრესის თავიდან აცილება, შესაძლოა კი ოპერაციაც. მაგრამ როგორ შეეძლო მას დასვენება, როდესაც მისი ქვეყანა იყო კრიზისში? როგორ შეეძლო მას სტრესის თავიდან აცილება, როდესაც ყოველდღე მოდიოდა ახალი საფრთხეები, ახალი გამოწვევები? მისი პასუხი იყო მარტივი და ამავე დროს ტრაგიკული, ის უბრალოდ გააგრძელა. მისი პირადი ექიმი, რომელიც ახლა პირველად საუბრობს ამის შესახებ, იხსენებს, მე ვეუბნებოდი მას, რომ თუ ის არ შეწყვეტდა ამ რიტმს, მისი გული ვერ გაძლებდა. მაგრამ ის მიპასუხებდა, ექიმო, გული არის კუნთი და როგორც ყველა კუნთი, ის ძლიერდება ვარჯიშით. ჩემი გული ვარჯიშობს ყოველდღე, ის ვარჯიშობს სიყვარულით ჩემი ქვეყნისადმი. ეს იყო მაჭავარიანი, ადამიანი, რომელიც თავის ფიზიკურ ტკივილსაც კი აქცევდა მეტაფორად, ფილოსოფიად. მაგრამ რეალობა იყო ბევრად უფრო მძიმე. მედიკამენტების სია, რომელიც შეკვეთილი იყო მისთვის, აჩვენებს, რომ ის იღებდა ძლიერ საშუალებებს არტერიული წნევის სამართავად, გულის რიტმის სტაბილიზაციისთვის, ტკივილის შესამსუბუქებლად. ზოგიერთი ამ მედიკამენტიდან იყო ისეთი ძლიერი, რომ ჩვეულებრივ გამოიყენებოდა მხოლოდ საავადმყოფოში, მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. მაგრამ მაჭავარიანი იღებდა მათ სახლში, ხშირად თვითონ, რადგან არ სურდა დრო დაეკარგა საავადმყოფოში წასვლაზე. მისი ოჯახი იყო სასოწარკვეთილებაში. ისინი ხედავდნენ, როგორ ქრებოდა ის ყოველდღე, როგორ ხდებოდა უფრო სუსტი, უფრო დაღლილი. მაგრამ როდესაც ეკითხებოდნენ მას, რატომ არ ჩერდებოდა, რატომ არ ულიდა საკუთარ თავს, ის პასუხობდა, ჩემი ცხოვრება არ არის მხოლოდ ჩემი. ის ეკუთვნის ყველას, ვინც მჯერა, ყველას, ვისაც სჭირდება იმედი. თუ მე ახლა დავანებო, მაშინ რა იქნება მათი იმედი? ერთხელ 1995 წელს მაჭავარიანი უნდა გამოსულიყო დიდ საჯარო ღონისძიებაზე. დილით, როდესაც ის ცდილობდა საწოლიდან ადგომას, მისი გული დაიწყო ისე ძლიერად ცემა, რომ მან იფიქრა, რომ ეს იყო დასასრული. მისი ცოლი დარეკა ექიმს, რომელიც მოვიდა და უთხრა, რომ მას სჭირდებოდა დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია. მაგრამ მაჭავარიანმა უარი თქვა. ის თქვა, დღეს ადამიანები მელიან. მე არ შემიძლია მათი იმედის გაცრუება. და ის წავიდა. ის გამოვიდა იმ ღონისძიებაზე ილაპარაკა 2 საათის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, დაეთანხმა საავადმყოფოში წასვლას. ეს ისტორია გვიჩვენებს რაღაც ფუნდამენტურს მაჭავარიანის ხასიათის შესახებ. ის არ იყო უბრალოდ პოეტი ან პოლიტიკოსი, ის იყო ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობაზე მაღლა, თავის მისიას აყენებდა საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა. ეს იყო არჩევანი, რომელიც ბევრმა არ გააკეთა, მაგრამ რომელიც მაჭავარიანმა გააკეთა ყოველდღე, ყოველ საათში. მაგრამ რა იყო ფასი ამ არჩევანისა? როგორ აისახა ეს მის ბოლო წლებზე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდა თუ არა ის, რომ მისი დრო იყო შეზღუდული და თუ იცოდა როგორ შეცვალა ამ ცოდნამ მისი გადაწყვეტილებები. ამ კითხვებზე პასუხები გვაქვს და ისინი უფრო ემოციური და ძლიერია, ვიდრე წარმოიდგენთ. მაგრამ პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, თუ რა ხდებოდა იმ დროს პოლიტიკურ არენაზე, რადგან ეს ორი ისტორია, პირადი და პოლიტიკური, იყო განუყოფლად დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი მაჭავარიანის შესახებ, ყოველი სამედიცინო საიდუმლო, ყოველი საფრთხის შეტყობინება, ყოველი ფარული შეხვედრა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 1996 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა მაჭავარიანის ცხოვრების მიმართულება. რამ აიძულა ისინი, რომ ღალატის ჩადონ თავიანთ უმაღლეს ხელმძღვანელს? ეს ისტორია იწყება 1996 წლის გაზაფხულზე. საქართველო იყო პოლიტიკური ტურბულენტობის პერიოდში. ძველი გვარდია ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას, ახალი ძალები ცდილობდნენ ცვლილებებს.
მაჭავარიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ხმა ამ ბრძოლაში და ეს აქცევდა მას სამიზნედ. მაგრამ საფრთხე მოდიოდა არა მხოლოდ გარედან, ის მოდიოდა აგრეთვე შიგნიდან, მისი საკუთარი წრიდან. მაჭავარიანის უახლოეს წრეში იყო ადამიანი, რომელსაც ყველა ენდობოდა. დავარქვათ მას, ჩვენ ვერ გამოვავლენთ მის ნამდვილ სახელს იურიდიული მიზეზების გამო, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვიცით მის შესახებ საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, რა მოხდა. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც იცნობდა მაჭავარიანის ყველა გეგმას, ყველა შეხვედრას, ყველა საიდუმლოს. ის იყო ნდობის პირი, მეგობარი, თითქმის ოჯახის წევრი. მაგრამ 1996 წლის მაისში რაღაც შეიცვალა. დაიწყო უცნაური ქცევა. ის იწყებდა გვიან მოსვლას შეხვედრებზე, ზოგჯერ კი საერთოდ არ გამოჩნდებოდა. როდესაც ეკითხებოდნენ, სად იყო, ის იძლეოდა ბუნდოვან პასუხებს. მაჭავარიანის სხვა თანამშრომლები დაიწყეს ეჩვის გაჩენა, მაგრამ პოეტი თავად არ სურდა რწმენა, რომ ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა 10 წლეულების განმავლობაში, შეიძლებოდა ღალატის ჩადონა. სიმართლე გამოვლინდა 1996 წლის ივნისში, როდესაც ერთ-ერთმა უშიშროების თანამშრომელმა შემთხვევით დაინახა შეხვედრაზე ადამიანთან, რომელიც იყო ცნობილი როგორც ოპოზიციის აგენტი. ეს არ იყო უბრალო შემთხვევითი შეხვედრა, ისინი საუბრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში და გადასცემდა რაღაც დოკუმენტებს. როდესაც ეს ინფორმაცია მივიდა მაჭავარიანთან, ის პირველად არ დაუჯერა. მაგრამ როდესაც მტკიცებულებები გახდა უდაო, მან მოიწვია პირად საუბარზე. რა მოხდა იმ საუბარზე, ზუსტად არავინ იცის, ისინი იყვნენ მარტო ოთახში. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, ყველაფერს ამბობს. დატოვა მაჭავარიანის სახლი და აღარასოდეს დაბრუნდა. ის გაქრა, თითქოს არასოდეს არსებულიყო. ზოგიერთი ამბობს, რომ ის გაიქცა ქვეყნიდან, სხვები ამბობენ, რომ ის დამალა ვიღაცამ, ვინც არ სურდა, რომ ის ელაპარაკა. მაგრამ რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მაჭავარიანმა არასოდეს ისაუბრა ამ ინციდენტზე საჯაროდ. ის უბრალოდ გააგრძელა თავისი მუშაობა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ მისი ახლობლები ამბობენ, რომ ეს ღალატი ღრმად შეეხო მას. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჯეროდა ადამიანების კეთილშობილებაში, რომელიც ყოველთვის იძლეოდა მეორე შანსს, უეცრად მიხვდა, რომ ზოგჯერ ნდობა შეიძლება იყოს საშიში. მისი ცოლი იხსენებს, მას შემდეგ რაც ეს მოხდა, მუხრანი გახდა უფრო ფრთხილი, უფრო დახურული. ის აღარ ენდობოდა ისე ადვილად, როგორც ადრე. ეს იყო რაღაც, რაც შეცვალა მას შიგნიდან. მაგრამ ეს ღალატი იყო მხოლოდ დასაწყისი. მომდევნო თვეების განმავლობაში გამოვლინდა, რომ არ იყო ერთადერთი. იყვნენ სხვებიც მაჭავარიანის წრეში, რომლებიც მუშაობდნენ ოპოზიციისთვის, რომლებიც გადასცემდნენ ინფორმაციას, რომლებიც ცდილობდნენ მისი გეგმების შეშფოთებას. ეს იყო სისტემატური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მაჭავარიანის იზოლირებას, მისი გავლენის შემცირებას, მისი ხმის დადუმებას. მაგრამ რატომ? რა იყო ის, რაც აქცევდა მაჭავარიანს ასეთ საშიშ ფიგურად? პასუხი მდგომარეობს იმაში, რასაც ის წარმოადგენდა. მაჭავარიანი არ იყო უბრალოდ პოეტი ან პოლიტიკოსი, ის იყო სიმბოლო. სიმბოლო წინააღმდეგობისას, სიმბოლო თავისუფლებისას, სიმბოლო იმისა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება დაუპირისპირდეს მთელ სისტემას და არ დანებდეს. და ეს იყო ის, რაც აშინებდა მის მოწინააღმდეგეებს, არა მისი სიტყვები, არა მისი ქმედებები, არამედ ის, რასაც ის წარმოადგენდა. ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობდა იმ პერიოდში, ამბობს, მაჭავარიანი იყო საშიში, რადგან ის აქცევდა პოეზიას პოლიტიკად და პოლიტიკას პოეზიად. ის ლაპარაკობდა ენაზე, რომელსაც ხალხი ესმოდა, რომელიც ეხებოდა მათ გულებს. და როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ ვიღაც ლაპარაკობს მათი სახელით, ისინი ხდებიან ძალა, რომელსაც ძნელია შეჩერება. ამიტომ ცდილობდნენ მაჭავარიანის შეჩერებას. ამიტომ ცდილობდნენ მის იზოლირებას, მის დასუსტებას, მის დადუმებას. მაგრამ ისინი არ ითვალისწინებდნენ ერთ რამეს, მაჭავარიანი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად ჩერდებოდა. ყოველი ღალატი, ყოველი საფრთხე, ყოველი მცდელობა მისი დადუმების, მხოლოდ აძლიერებდა მის გადაწყვეტილებას. ის იყო როგორც ფენიქსი, რაც უფრო ცდილობდნენ მის დაწვას, მით უფრო ძლიერი ხდებოდა ის. მაგრამ რა იყო ფასი ამ წინააღმდეგობისა? როგორ აისახა ეს მის ჯანმრთელობაზე, მის ოჯახზე, მის ბოლო წლებზე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თუ არა ეს ღირებული. ამ კითხვებზე პასუხები მოდის მომდევნო თავებში, სადაც ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ განვითარდა მაჭავარიანის ისტორია მის ბოლო წლებში, როგორ შეეგუა ის ახალ გამოწვევებს და როგორ დატოვა ის მემკვიდრეობა, რომელიც აგრძელებს შთაგონებას დღესაც. თქვენ რას ფიქრობთ, იყო თუ არა მაჭავარიანის არჩევანი სწორი?
იყო თუ არა ღირებული ის ყველაფერი, რაც მან გადაიტანა იმისთვის, რომ დარჩენილიყო ერთგული თავის პრინციპებისთვის. ეს არის კითხვა, რომელზეც ყველამ უნდა იფიქროს, რადგან ის ეხება არა მხოლოდ მაჭავარიანის ცხოვრებას, არამედ ჩვენს ყველას, თუ რას ვირჩევთ, როდესაც გვიწევს არჩევანი პრინციპებსა და კომფორტს შორის, სიმართლესა და უსაფრთხოებას შორის, ბრძოლასა და დანებებას შორის. წარმოიდგინეთ ბინძური, ყვითელი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც წითელი მელნით ეწერა ერთი სიტყვა, საიდუმლო. ეს დოკუმენტი იპოვეს მაჭავარიანის პირად არქივში 1999 წელს, როდესაც მისი ოჯახი გადაწყვიტა მისი ნაწერების სისტემატიზაციას. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დოკუმენტი, ეს იყო სია იმ ადამიანების სახელებით, რომლებიც ცდილობდნენ მაჭავარიანის დადუმებას 1987-დან 1999-მდე. თითოეული სახელის გვერდით იყო მოკლე შენიშვნა, ზოგიერთი იყო დაშიფრული, ზოგიერთი ნათელი. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ბოლო ხაზი, რომელიც ეწერა: ისინი ფიქრობენ, რომ მე არ ვიცი, მაგრამ მე ყველაფერი ვიცი. რატომ ინახავდა მაჭავარიანი ამ სიას? რას აპირებდა ის მისი გამოყენებით? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდნენ თუ არა ამ სიაში მოხსენიებული ადამიანები, რომ მათი სახელები იყო ჩაწერილი. 1987 წელი იყო გარდამტეხი მაჭავარიანის ცხოვრებაში, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ პირადი თვალსაზრისითაც. მისი ჯანმრთელობა, რომელიც უკვე იყო მოშლილი, კიდევ უფრო გაუარესდა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მისი გული მუშაობდა მხოლოდ 50%-ის სიმძლავრით, რომ მისი არტერიული წნევა იყო ისეთი მაღალი, რომ ყოველი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო. მაგრამ მაჭავარიანი არ ჩერდებოდა, პირიქით ის აჩქარებდა თავის რიტმს, თითქოს იცოდა, რომ დრო იყო შეზღუდული და უნდა ეთქვა ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა. იმ პერიოდში მაჭავარიანმა დაიწყო რაღაც, რაც მისმა ახლობლებმა უწოდეს არქივების პროექტი. ის იწყებდა ყოველდილას იმით, რომ იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან და წერდა არა ლექსებს, არა პოლიტიკურ ტექსტებს, არამედ მოგონებებს, ფაქტებს, სახელებს, თარიღებს. ის წერდა იმის შესახებ, რაც მოხდა ათწლეულების განმავლობაში, იმის შესახებ, ვინ იყო ვინ აკეთებდა რას, ვინ იყო პასუხისმგებელი რაზე. მისი ცოლი იხსენებს, ის წერდა ისე, თითქოს ეშინოდა, რომ თუ არ ჩაწერდა ამას ახლა, ეს ყველაფერი დაიკარგებოდა სამუდამოდ. მაგრამ რატომ? რა იყო ის, რაც აიძულებდა მაჭავარიანს, რომ ამდენი ენერგია დაეხარჯა ამ დოკუმენტების შექმნაზე? პასუხი მდგომარეობს იმაში, რასაც ის ხედავდა ირგვლივ. საქართველო იყო ტრანზიციის პერიოდში, ძველი სისტემა იშლებოდა, ახალი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. და ამ ქაოსში ბევრი ადამიანი ცდილობდა თავისი წარსულის გადაწერას, თავისი როლის შეცვლას ისტორიაში. მაჭავარიანი ხედავდა ამას და არ სურდა, რომ სიმართლე დაკარგულიყო. ერთ-ერთი მისი ახლო მეგობარი, რომელიც ეხმარებოდა მას ამ პროექტში, ამბობს, მუხრანი მეუბნებოდა, რომ ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს დატოვებული იმათ ხელში, ვინც სურს მისი მანიპულირება. ის ამბობდა, რომ თუ ჩვენ არ ჩავწერთ სიმართლეს ახლა, მაშინ ხვალ ვიღაც სხვა ჩაწერს ტყუილს და ეს ტყუილი გახდება ოფიციალური ვერსია. ამიტომ ის წერდა, ამიტომ ის აგროვებდა დოკუმენტებს, ამიტომ ის ინახავდა ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მტკიცებულება. მაგრამ ეს არქივები იყო საშიში. ისინი შეიცავდნენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლებოდა დაეზიანებინა ძალიან ძლიერი ადამიანები, ინფორმაციას, რომელიც შეიძლებოდა შეეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი. და როდესაც ხმები ამის შესახებ დაიწყო გავრცელება, მაჭავარიანი დაიწყო კიდევ უფრო მეტი საფრთხის შეტყობინებების მიღება. ანონიმური ზარები, რომლებში ეუბნებოდნენ, შეწყვიტე ეს, სანამ არ არის გვიან. წერილები, რომლებში ეწერა, შენი არქივები შეიძლება გახდეს შენი საფლავი. მაგრამ მაჭავარიანი არ ჩერდებოდა. ერთხელ 1987 წლის ოქტომბერში მაჭავარიანის სახლში შემოიჭრნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი ქურდობა, არაფერი არ წაიღეს, არც ფული, არც ძვირფასი ნივთები. მაგრამ მისი სამუშაო ოთახი იყო გადაბრუნებული, ყველა უჯრა გახსნილი, ყველა ქაღალდი გაფანტული იატაკზე. ეს იყო ძიებად და ის, რასაც ეძებდნენ, იყო არქივები. მაგრამ მათ ვერ იპოვეს, რადგან მაჭავარიანი იყო ფრთხილი, ის ინახავდა ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს სხვა ადგილას, რომელსაც იცნობდა მხოლოდ ორი ადამიანი, ის თავად და მისი ცოლი. ამ ინციდენტის შემდეგ მაჭავარიანმა გააკეთა რაღაც, რაც გააოცა ყველა. ის გამოვიდა საჯაროდ და განაცხადა, რომ თუ მას რამე მოუვა, მისი არქივები ავტომატურად გახდება საჯარო. ის თქვა, მე არ მეშინია თქვენი საფრთხეებისა, რადგან სიმართლე არის უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი საფრთხე. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი დადუმება შეგიძლიათ ძალით, მაშინ თქვენ არ იცით, რა არის სიმართლის ძალა. ეს იყო გამოწვევა, პირდაპირი გამოწვევა იმათ, ვინც ცდილობდა მის შეჩერებას.
მაგრამ რა იყო ამ არქივებში? რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც ისე ძვირფასი იყო, რომ ვიღაც მზად იყო ყველაფრის გაკეთებაზე, რომ ის არ გამხდარიყო საჯარო? ჩვენ ვიცით ზოგიერთი დეტალი, რადგან მაჭავარიანის ოჯახმა გადაწყვიტა ნაწილის გამოქვეყნება მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ დოკუმენტებში იყო ინფორმაცია კორუფციის შესახებ უმაღლეს დონეზე, ინფორმაცია საიდუმლო შეთანხმებების შესახებ უცხო ძალებთან, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყო მანიპულირებული საჯარო აზრი, როგორ იყო ფალსიფიცირებული არჩევნები, როგორ იყო დადუმებული დისიდენტები. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რაც არ გამოქვეყნდა, დოკუმენტები, რომლებიც კვლავ რჩება დალუქული, დოკუმენტები, რომლებზეც მაჭავარიანის ოჯახი ამბობს, ჯერ არ არის დრო. რა არის ამ დოკუმენტებში? ვინ არიან ადამიანები, რომლებზეც ისინი ლაპარაკობენ? და რატომ 25 წლის შემდეგაც ისინი კვლავ ითვლება ძალიან საშიშად, რომ გახდეს საჯარო? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები კვლავ ელოდება თავის დროს, მაგრამ რომლებიც აჩვენებენ, თუ რამდენად ღრმა და რთული იყო ის, რასაც მაჭავარიანი ებრძოდა. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გახდეს თუ არა ეს დოკუმენტები საჯარო? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება იცოდეს სიმართლე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს სიმართლე? ეს არის კითხვა, რომელიც აქტუალურია არა მხოლოდ მაჭავარიანის არქივებისთვის, არამედ ყველა საიდუმლო დოკუმენტისთვის, რომლებიც ინახება ჩვენი ისტორიის ბნელ კუთხეებში. უშიშროების სამსახურმა მაჭავარიანისთვის ინახავდა დოსიეებს სპეციალური კოდით P0544 დოსიეები ისე საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოსიეებში იყო ინფორმაცია პოეტის ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაცია გადარჩენის გეგმების შესახებ კრიზისის შემთხვევაში და რაღაც ბევრად უფრო შოკის მომგვრელი, ინფორმაცია ნამდვილი ურთიერთობების შესახებ მაჭავარიანსა და რეჟიმის მახლობელ ფიგურებს შორის. რატომ ეს დოსიეები განადგურდა მაჭავარიანის ცხოვრების ბოლო დღეებში? 1989 წელი იყო წელი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა საქართველოში. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ძველი წესრიგი ინგრეოდა, ახალი რეალობა იბადებოდა. მაგრამ ამ ქაოსში იყო ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი წარსულის დამალვას, თავიანთი როლის გადაწერას ისტორიაში. და მაჭავარიანი იყო საფრთხე მათთვის, რადგან ის იცნობდა სიმართლეს, ის ინახავდა მტკიცებულებებს, ის იყო ცოცხალი მეხსიერება იმისა, რაც მოხდა. იმ პერიოდში მაჭავარიანმა დაიწყო რაღაც, რაც მისმა ახლობლებმა უწოდეს ბოლო მისია. ის იწყებდა შეხვედრებს ახალგაზრდა ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან, ისტორიკოსებთან. ის უზიარებდა მათ თავის ცოდნას, თავის მოგონებებს, თავის დოკუმენტებს. ის ამბობდა, მე არ ვიცი, რამდენი დრო მაქვს დარჩენილი, მაგრამ ვიცი, რომ უნდა გადავცე ეს ყველაფერი თქვენ, რადგან თქვენ ხართ ის, ვინც გააგრძელებს ამ ბრძოლას ჩემს შემდეგ. ერთ-ერთი ამ ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც ახლა არის ცნობილი მედია ფიგურა, იხსენებს, პირველად როდესაც შევხვდი მუხრანს, მე ვიყავი 22 წლის. ის იყო უკვე 70-ზე მეტი, ავად დაღლილი. მაგრამ როდესაც ის იწყებდა ლაპარაკს, მისი თვალები ანათებდა, მისი ხმა ძლიერდებოდა. ის მიყვებოდა ისტორიებს, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა, ასახელებდა სახელებს, რომლებიც არასოდეს ნახსენებია საჯაროდ. და ყოველი ისტორიის ბოლოს ის მეუბნებოდა, ახლა ეს არის შენი პასუხისმგებლობა. შენ უნდა დარწმუნდე, რომ ეს სიმართლე არ დაიკარგება. მაგრამ ეს ბოლო მისია არ იყო უსაფრთხო. მაჭავარიანი იღებდა საფრთხის შეტყობინებებს თითქმის ყოველ დღე. ზოგიერთი იყო პირდაპირი, შეწყვიტე ლაპარაკი, სანამ არ არის გვიან. ზოგიერთი იყო ირიბი, შენი ოჯახი საჭიროებს შენს დაცვას. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ზოგიერთი ამ საფრთხის შეტყობინებიდან მოდიოდა ადამიანებისგან, რომლებიც ოდესღაც იყვნენ მაჭავარიანის მეგობრები, კოლეგები, თანამებრძოლები. ერთხელ 1989 წლის ნოემბერში მაჭავარიანს დარეკა ადამიანმა, რომელიც იყო მისი ძველი მეგობარი, ადამიანი, რომელთანაც ის იზიარებდა ბევრ საიდუმლოს. ეს ადამიანი უთხრა მას, მუხრან, მე გთხოვ, როგორც მეგობარი, შეწყვიტე ეს. შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე. ეს ადამიანები არიან საშიში და ისინი არ გაჩერდებიან არაფრის წინაშე. მაჭავარიანმა უპასუხა, მე ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. და სწორედ ამიტომ არ შემიძლია შევჩერდე. თუ მე შევჩერდები, მაშინ ისინი მოიგებენ. და თუ ისინი მოიგებენ, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ, იქნება უაზრო. მაგრამ რა იყო ის, რაც აქცევდა მაჭავარიანს ასეთ საშიშ ფიგურად? რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც ისე ძვირფასი იყო? პასუხის ნაწილი მდგომარეობს იმ დოსიეებში, რომლებზეც ვისაუბრეთ, დოსიეები კოდით P0544.
ამ დოსიეებში იყო არა მხოლოდ ინფორმაცია მაჭავარიანის შესახებ, არამედ აგრეთვე ინფორმაცია იმათ შესახებ, ვინც ცდილობდა მის კონტროლს, მის მანიპულირებას, მის დადუმებას. ერთ-ერთი ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა ამ დოსიეებთან, ამბობს, ეს დოსიეები იყო როგორც რუკა იმისა, თუ ვინ იყო დაკავშირებული ვისთან, ვინ აკონტროლებდა რას, ვინ იღებდა ბრძანებებს ვისგან. თუ ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, ეს შეეცვალა ყველაფერი. ამიტომ, როდესაც გახდა ნათელი, რომ ძველი სისტემა იშლება, პირველი რაც გააკეთეს, განადგურეს ეს დოსიეები. მაგრამ ისინი არ იცოდნენ ერთ რამეს, მაჭავარიანს ჰქონდა ასლები. არა ოფიციალური ასლები, არამედ მისი საკუთარი ჩანაწერები, მისი საკუთარი დოკუმენტები, რომლებიც ის აგროვებდა წლების განმავლობაში. და ეს იყო ის, რაც აქცევდა მას ნამდვილ საფრთხედ, არა ის, რასაც ის ამბობდა საჯაროდ, არამედ ის, რასაც ის იცნობდა პირადად, ის, რასაც ის შეეძლო დაემტკიცებინა დოკუმენტებით. 1989 წლის დეკემბერში, ზუსტად ერთი წლით ადრე, ვიდრე საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლა, მაჭავარიანმა გააკეთა რაღაც, რაც გააოცა ყველა. ის გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის ლაპარაკობდა დიდ ტყუილზე, რომელზეც აშენდა მთელი სისტემა, ტყუილზე, რომელიც აგრძელებდა არსებობას მაშინაც კი, როდესაც სისტემა თავად იშლებოდა. ის წერდა, ჩვენ ცხოვრობდით ტყუილში 10 წლეულების განმავლობაში. ტყუილი იყო ჩვენი ენა, ტყუილი იყო ჩვენი კულტურა, ტყუილი იყო ჩვენი რეალობა. და ახლა, როდესაც ეს სისტემა იშლება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ თუ არა ცხოვრებას ამ ტყუილში, თუ საბოლოოდ ვითვლით სიმართლეს. ეს სტატია იყო ბომბა. ის გამოიწვია რეაქციები ყველა მხრიდან, ზოგიერთი ადამიანი აქებდა მაჭავარიანს მის გამბედაობისთვის, ზოგიერთი აკრიტიკებდა მას მის უპასუხისმგებლობისთვის, ზოგიერთი კი უბრალოდ ეშინოდა იმისა, რაც შეიძლებოდა მოსულიყო შემდეგ. მაგრამ მაჭავარიანი არ ინანებდა. ის ამბობდა, თუ ჩვენ არ ვიტყვით სიმართლეს ახლა, როდესაც გვაქვს შანსი, მაშინ როდის ვიტყვით? თუ არა ჩვენ, მაშინ ვინ, მაგრამ რა იყო ფასი ამ სიმართლის თქმისა? როგორ აისახა ეს მაჭავარიანის ბოლო წლებზე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თუ არა ეს ღირებული. ამ კითხვებზე პასუხები მოდის მომდევნო თავში, სადაც ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ განვითარდა მაჭავარიანის ისტორია მის ბოლო წლებში, როგორ შეეგუა ის ახალ რეალობას და როგორ დატოვა ის მემკვიდრეობა, რომელიც აგრძელებს შთაგონებას დღესაც. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა ითქვას თუ არა სიმართლე, მიუხედავად მისი შედეგებისა? არის თუ არა ზოგჯერ უკეთესი ცხოვრება კეთილშობილურ ტყუილში, ვიდრე მტკივნეულ სიმართლეში? ეს არის კითხვა, რომელიც აქტუალურია არა მხოლოდ მაჭავარიანის დროისთვის, არამედ ჩვენი დროისთვისაც, როდესაც ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით არჩევანს სიმართლესა და კომფორტს შორის. ერთი კვირით ადრე, ვიდრე მოხდებოდა ის, რაც შეცვალდა ყველაფერს, მაჭავარიანს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ ოქმში. უცხოელი ემისარი ჩამოფრინდა ღამით, გაატარა 1 საათი პოეტის სახლში და წავიდა მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ მაჭავარიანი გამოვიდა ოთახიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, უცხოური სპეცსამსახურის აგენტის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? 1989 წლის დეკემბერი იყო უცნაური დრო საქართველოში. ქვეყანა იყო გზაჯვარედინზე, ერთი გზა მიდიოდა დემოკრატიისკენ, მეორე ქაოსისკენ, მესამე ახალი ავტორიტარიზმისკენ. და ამ გზაჯვარედინზე იდგნენ ადამიანები, როგორც მაჭავარიანი, ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გავლენის მოხდენას იმაზე, თუ რომელ გზას აირჩევდა ქვეყანა. მაგრამ ისინი არ იყვნენ მარტო, იყვნენ სხვებიც უცხოელები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი ინტერესები, თავიანთი გეგმები, თავიანთი აგენდა. იმ ღამეს, როდესაც უცხოელი ემისარი ჩამოვიდა მაჭავარიანთან, ის მოიტანა შეთავაზება. არა ფულის შეთავაზება, არა თანამდებობის შეთავაზება, ეს იყო რაღაც სხვა. მაჭავარიანის ერთ-ერთი ახლო მეგობარი, რომელიც იყო სახლში იმ ღამეს, იხსენებს, მე ვიყავი მეზობელ ოთახში და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიგონებდი სიტყვებს, ვიგრძენი ატმოსფერო. ის იყო მძიმე და მძიმებული. როდესაც უცხოელი წავიდა, მე შევედი ოთახში და ვნახე მუხრანი მჯდომარე, თავი ხელებში ჩაკიდებული. მე ვკითხე, რა მოხდა, მაგრამ მან მხოლოდ თქვა, ზოგჯერ არჩევანი არ არის არჩევანი, ეს არის ილუზია არჩევანისა. რა იყო ეს შეთავაზება? ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რადგან მაჭავარიანმა არასოდეს ისაუბრა ამაზე საჯაროდ. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, გვაძლევს მინიშნებებს. მომდევნო კვირების განმავლობაში მაჭავარიანი გახდა უფრო მოუსვენარი, უფრო ფრთხილი. ის იწყებდა ყოველდილას იმით, რომ ამოწმებდა თავის საბუთებს, თითქოს ემზადებოდა სწრაფი გასვლისთვის.
ის იწყებდა ყოველ საღამოს იმით, რომ ამოწმებდა ყველა კარს, ყველა ფანჯარას, თითქოს ელოდა ვიღაცას. მისი ოჯახი იყო შეშფოთებული. მისი ცოლი ამბობს, მე ვხედავდი, რომ რაღაც აწუხებდა მას, რაღაც დიდი, რაღაც მნიშვნელოვანი. მაგრამ როდესაც ვეკითხებოდი, ის ამბობდა, არაფერი, ყველაფერი კარგად არის. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო სიმართლე. მე ვიცოდი, რომ ის მალავდა რაღაცას. რაღაცას, რაც ძალიან აწუხებდა მას. ერთხელ 1989 წლის დეკემბრის ბოლოს მაჭავარიანმა მოიწვია თავისი ყველაზე ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები საიდუმლო შეხვედრაზე. ის უთხრა მათ, მე მინდა რომ იცოდეთ, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოთ. მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე უნდა მივიღო, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. როდესაც ეკითხებოდნენ, რა იყო ეს გადაწყვეტილება, ის ამბობდა, თქვენ გაიგებთ მალე. მაგრამ ახლა მე მინდა რომ იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, მე ვაკეთებ იმას, რასაც მჯერა რომ სწორია. რა იყო ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ვიცით ახლა, წლების შემდეგ, რადგან მაჭავარიანის პირადი დღიურები გახდა ხელმისაწვდომი მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ დღიურებში ის წერდა იმ შეთავაზების შესახებ, რომელიც მას მიიღო იმ ღამეს უცხოელი ემისარისგან. შეთავაზება იყო მარტივი და ამავე დროს რთული. მას სთავაზობდნენ უსაფრთხოებას, დაცვას, მხარდაჭერას, თუ ის დათანხმდებოდა დუმილზე გარკვეულ საკითხებზე, თუ ის დათანხმდებოდა არ გამოქვეყნებულიყო გარკვეული დოკუმენტები, თუ ის დათანხმდებოდა თანამშრომლობაზე გარკვეულ ძალებთან. მაჭავარიანის პასუხი იყო მკაფიო, არა. ის წერდა თავის დღიურში, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს აქვს ფასი, რომ ყველა შეიძლება იყიდო. მაგრამ ისინი არ იციან, რომ არის რაღაცები, რომლებიც არ იყიდება, ღირსება, პრინციპების სიმართლე. და მე არ ვაპირებ ამის გაყიდვას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფასს მთავაზობენ. მაგრამ ეს უარი ჰქონდა შედეგები. მომდევნო კვირების განმავლობაში მაჭავარიანი დაიწყო კიდევ უფრო მეტი საფრთხის შეტყობინებების მიღება. ზოგიერთი იყო პირდაპირი საფრთხე, ზოგიერთი იყო ირიბი გაფრთხილება. მაგრამ ყველა მათგანი ამბობდა ერთსა და იმავეს, შენ გააკეთე არასწორი არჩევანი და ახლა შენ გადაიხდი ფასს. მაგრამ მაჭავარიანი არ შეშინებულა. ის გააგრძელა თავისი მუშაობა, თავისი წერა, თავისი ბრძოლა. ის ამბობდა, თუ მე შევჩერდები ახლა, მაშინ ყველაფერი, რისთვისაც მე ვიბრძოლე, იქნება უაზრო. თუ მე დავნებდები ახლა, მაშინ ისინი მოიგებენ. და მე არ შემიძლია მივცე მათ ეს გამარჯვება. 1989 წლის ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო თავის ბოლო დღეებში, მაჭავარიანმა გამოაქვეყნა თავისი ბოლო დიდი სტატია. ამ სტატიაში ის ლაპარაკობდა იმაზე, რაც ელოდა საქართველოს გამოწვევებზე, საფრთხეებზე, შესაძლებლობებზე. ის წერდა, ჩვენ ვდგავართ ახალი ეპოქის დასაწყისში. ეს არის ეპოქა, რომელიც შეიძლება იყოს დიდი შესაძლებლობების ეპოქა, ან დიდი საფრთხეების ეპოქა. რა იქნება ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს არჩევანებზე, ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს გამბედაობაზე. ეს სტატია იყო მისი ბოლო დიდი მესიჯი ქართველი ხალხისთვის. და ეს იყო მესიჯი, რომელიც კვლავ არის აქტუალური დღესაც, 25 წლის შემდეგ. რადგან გამოწვევები, რომლებზეც ის ლაპარაკობდა, კვლავ არსებობს. საფრთხეები, რომლებზეც ის აფრთხილებდა, კვლავ არის რეალური. და შესაძლებლობები, რომლებზეც ის იმედოვნებდა, კვლავ არის ხელმისაწვდომი, თუ ჩვენ გვაქვს გამბედაობა მათი გამოყენების. მაჭავარიანის ისტორია არ არის დასრულებული. ის გრძელდება ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ირჩევს სიმართლეს ტყუილზე, როდესაც ვიღაც ირჩევს პრინციპებს კომფორტზე, როდესაც ვიღაც ირჩევს ბრძოლას დანებებაზე. მისი მემკვიდრეობა არის არა მხოლოდ მისი ლექსები ან მისი პოლიტიკური გამოსვლები, მისი მემკვიდრეობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს განსხვავება, როგორ შეიძლება ერთმა ხმამ შეცვალოს ისტორია. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის მაჭავარიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა? არის ეს მისი პოეზია, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, თუ უბრალოდ მისი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო პრინციპებით, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის, როგორ უნდა არ დანებდეთ მიუხედავად ყველა გამოწვევისა. ეს არის კითხვა, რომელზეც ყველამ უნდა იფიქროს, რადგან პასუხი ამ კითხვაზე განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ვიხსენებთ მაჭავარიანს, არამედ აგრეთვე იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ თავად. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მაჭავარიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე 2000-იანი წლების დასაწყისში, თანახმა გახდა ლაპარაკზე კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს პოეტის ბოლო წლების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით.
პირადი საუბრებიდან მუხრანსა და ახალგაზრდა თაობას შორის მისი ბოლო ლექსების შექმნის ისტორიამდე, იმ მომენტამდე, როდესაც მან მიხვდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული, მაგრამ მისი მისია არა. ეს არის ჩვენება, რომელიც გაჩვენებთ, რომ მაჭავარიანის ბრძოლა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური, ეს იყო ბრძოლა სულისთვის, კულტურისთვის, იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა ჰქონოდათ ხმა. 2000-იანი წლის დასაწყისი იყო განსაკუთრებული პერიოდი მაჭავარიანისთვის. ის იყო უკვე 70-ზე მეტი, მისი ჯანმრთელობა იყო მოშლილი, მაგრამ მისი სული იყო ახალგაზრდა. ის იწყებდა ყოველ დილას იმით, რომ იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან და წერდა არა მხოლოდ ლექსებს, არამედ წერილებს ახალგაზრდა პოეტებისთვის, სტატიებს ლიტერატურულ ჟურნალებში, მოგონებებს თავისი ცხოვრებიდან. ის ამბობდა, მე არ ვიცი, რამდენი დრო მაქვს დარჩენილი, მაგრამ ვიცი, რომ ყოველი დღე არის საჩუქარი და მე უნდა გამოვიყენო ეს საჩუქარი სწორად. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მცველი იხსენებს, მუხრანი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩერდებოდა. მაშინაც კი, როდესაც მისი სხეული უარს ამბობდა, მისი გონება იყო ნათელი, მისი სული იყო ძლიერი. ის მეუბნებოდა, ჩემი სხეული შეიძლება იყოს სუსტი, მაგრამ ჩემი სიტყვები უნდა იყოს ძლიერი. რადგან სიტყვები არის ის, რაც რჩება ჩვენ შემდეგ. იმ პერიოდში მაჭავარიანმა დაიწყო რაღაც, რაც მისმა ახლობლებმა უწოდეს ბოლო შემოქმედება. ის წერდა ლექსებს, რომლებიც იყო განსხვავებული მისი ადრინდელი ნამუშევრებისგან. ეს იყო ლექსები არა ბრძოლის შესახებ, არა პროტესტის შესახებ, არამედ იმედის შესახებ, სიყვარულის შესახებ, იმის შესახებ, რაც რჩება, როდესაც ყველაფერი სხვა გადის. ერთ-ერთი მისი ბოლო ლექსი იწყებოდა სიტყვებით, როდესაც ჩემი ხმა დადუმდება, დარჩება ქარი, რომელიც ატარებს ჩემს სიტყვებს. როდესაც ჩემი ხელი აღარ დაწერს, დარჩება მიწა, რომელზეც ჩემი ნაბიჯები ამოტვიფრულია. როდესაც ჩემი სული წავა, დარჩება სიყვარული, რომელიც მე გავუზიარე ამ ქვეყანას. ეს ლექსები იყო მისი მიმართვა მომავალი თაობებისთვის. ის იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული და ის სურდა დაეტოვებინა რაღაც, რაც გააგრძელებდა შთაგონებას მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იქნებოდა. მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი ამბობს, მუხრანი არ ეშინოდა სიკვდილისა. ის ეშინოდა დავიწყებისა. ის ეშინოდა იმისა, რომ მისი სიტყვები, მისი იდეები, მისი ბრძოლა დაივიწყებოდა. ამიტომ ის წერდა, ამიტომ ის ლაპარაკობდა, ამიტომ ის ცდილობდა გადაეცა ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, ახალგაზრდა თაობისთვის. 2000-იანი მეხუთე წელს მაჭავარიანმა ორგანიზება გაუკეთა სპეციალურ შეხვედრას ახალგაზრდა პოეტებთან. ეს არ იყო ჩვეულებრივი ლიტერატურული საღამო, ეს იყო გადაცემის ცერემონია, სადაც ძველი თაობა გადასცემდა ჯოხს ახალ თაობას. მაჭავარიანმა ილაპარაკა 3 საათზე მეტი და მისი სიტყვები იყო ისეთი ძლიერი, რომ ბევრი მსმენელი ტიროდა. ის ამბობდა, თქვენ ხართ მომავალი. თქვენ ხართ ის, ვინც გააგრძელებს ამ ბრძოლას, ამ მისიას, ამ სიყვარულს ჩვენი ენისადმი, ჩვენი კულტურისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი. და მე გთხოვთ, არ დაივიწყოთ, საიდან მოდიხართ. არ დაივიწყოთ, ვინ იყვნენ ისინი, ვინც იბრძოდნენ თქვენს უფლებებისთვის. არ დაივიწყოთ, რომ თავისუფლება არ არის საჩუქარი, ეს არის პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა პოეტთაგანი, რომელიც იყო იმ შეხვედრაზე, ახლა თავად არის ცნობილი ლიტერატურული ფიგურა, იხსენებს, იმ საღამოს მე მივხვდი, რომ მაჭავარიანი არ იყო უბრალოდ პოეტი. ის იყო ხიდი, ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, ხიდი ძველ თაობასა და ახალს შორის, ხიდი იმას, რაც იყო და იმას, რაც უნდა იყოს. და ის გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გადავლახოთ ეს ხიდი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ღირებული იყო წარსულში და როგორ უნდა შევქმნათ ის, რაც საჭიროა მომავლისთვის. მაგრამ მაჭავარიანის ბოლო წლები არ იყო მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედება. ის აგრძელებდა თავის პოლიტიკურ აქტივობასაც, თუმცა უფრო ფრთხილად, უფრო გააზრებულად. ის იყო კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როდესაც ის თვლიდა, რომ ისინი უღალატებდნენ დემოკრატიულ ფასეულობებს, მაგრამ ის იყო აგრეთვე მხარდამჭერი, როდესაც ის ხედავდა პოზიტიურ ცვლილებებს. ის ამბობდა, ჩემი როლი არ არის იყო ყოველთვის წინააღმდეგობაში. ჩემი როლი არის იყო ყოველთვის სიმართლეში. და სიმართლე ზოგჯერ ნიშნავს კრიტიკას, ზოგჯერ კი მხარდაჭერას. 2000-იანი მე-9 წელს, როდესაც მაჭავარიანი იყო უკვე 80 წლის, მოხდა რაღაც, რაც გააოცა ყველა. ის გამოვიდა დიდ საჯარო ღონისძიებაზე, სადაც ის ილაპარაკა ახალგაზრდა თაობის როლზე საქართველოს მომავალში. მისი გამოსვლა იყო ისეთი ძლიერი, ისეთი ემოციური, რომ ბევრმა იფიქრა, რომ ეს იყო მისი ბოლო დიდი გამოსვლა. და მართლაც, ეს იყო ერთ-ერთი მისი ბოლო საჯარო გამოსვლა, მაგრამ არა ბოლო. რადგან მაჭავარიანი აგრძელებდა ლაპარაკს, წერას, ბრძოლას თავის ბოლო დღემდე. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ის, რაც აქცევს ადამიანს ლეგენდად?
არის ეს მისი საქმეები, მისი სიტყვები, თუ უბრალოდ მისი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსებით, როგორ უნდა იბრძოლო პრინციპებისთვის, როგორ უნდა არ დანებდე, მიუხედავად ყველა გამოწვევისა. ეს არის კითხვა, რომელზეც ყველამ უნდა იფიქროს, რადგან პასუხი ამ კითხვაზე განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ვიხსენებთ მაჭავარიანს, არამედ აგრეთვე იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ თავად. 2000-იანი მეათე წლის აპრილში, როდესაც საქართველო იყო კვლავ ერთხელ პოლიტიკური ტურბულენტობის პერიოდში, მაჭავარიანის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმები ეუბნებოდნენ მის ოჯახს, რომ მისი გული იყო ისე სუსტი, რომ ყოველი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო. მაგრამ მაჭავარიანი არ სურდა საავადმყოფოში წოლა. ის ამბობდა, მე მინდა გავატარო ჩემი ბოლო დღეები იქ, სადაც ვიცხოვრე ჩემი მთელი ცხოვრება, ჩემს სახლში, ჩემი წიგნების გარემოცვაში, ჩემი ოჯახის გვერდით. მისი ბოლო თვეები იყო მშვიდი, მაგრამ ინტენსიური. ის აგრძელებდა წერას, თუმცა უკვე ნელა, ძალიან ნელა. მისი ხელი ძრწოდა, მისი თვალები იყო დაღლილი, მაგრამ მისი გონება იყო ნათელი. ის წერდა თავის ბოლო ლექსებს, რომლებიც იყო როგორც მისი ანდერძი არა მატერიალური, არამედ სულიერი ანდერძი იმისა, რასაც ის სურდა დაეტოვებინა მომავალი თაობებისთვის. ერთ-ერთი მისი ბოლო ლექსი, რომელიც დაიწერა 2000-იანი მეათე წლის ივნისში, იყო განსაკუთრებით ძლიერი. ის იწყებოდა სიტყვებით: მე ვნახე ბევრი, ვნახე ომები და მშვიდობა, ვნახე სიძულვილი და სიყვარული, ვნახე სიცრუე და სიმართლე. და ყველაფრიდან რაც ვნახე, ერთი რამ დარჩა ჩემს გულში, რწმენა იმისა, რომ კეთილი ყოველთვის იმარჯვებს ბოლოს. არა იმიტომ, რომ კეთილი არის უფრო ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ კეთილი არის უფრო მდგრადი, უფრო ღრმა, უფრო ჭეშმარიტი. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ იმ დღეებს როგორც ტკივილიან, მაგრამ ამავე დროს ლამაზს. მისი ცოლი ამბობს, მუხრანი იყო მშვიდი. ის იცოდა, რომ მისი დრო მოდიოდა, მაგრამ ის არ ეშინოდა. ის ამბობდა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. მე ვთქვი ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა. მე ვიბრძოლე ყველა ბრძოლაში, რომელშიც უნდა მებრძოლა. ახლა დროა დასვენების. მაგრამ მაშინაც კი თავის ბოლო დღეებში მაჭავარიანი აგრძელებდა მიღებას ვიზიტორებს. მოდიოდნენ ახალგაზრდა პოეტები, ჟურნალისტები, სტუდენტები, უბრალო ადამიანები, რომლებსაც სურდათ მადლობის გადახდა იმისთვის, რაც მან გააკეთა. და ყველა მათგანს მაჭავარიანი ეუბნებოდა ერთსა და იმავეს: არ მადლობდეთ მე. მადლობა უთხარით საკუთარ თავს იმისთვის, რომ თქვენ აგრძელებთ ამ ბრძოლას. მადლობა უთხარით მომავალ თაობებს, რომლებიც ისარგებლებენ იმით, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ. 2000-იანი მეათე წლის ოქტომბრის 25 დღეს, ადრე დილით, მუხრან მაჭავარიანის გული შეწყვიტა ცემა. ის იყო თავის სახლში, თავის საწოლში, თავის ოჯახის გარემოცვაში. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც მან უთხრა თავის ცოლს, იყო: მე მიყვარხარ. მიყვარს ჩვენი ოჯახი. მიყვარს ჩვენი ქვეყანა. და მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. მისი გარდაცვალების ამბავმა შეძრა მთელი საქართველო. ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩებში, ატარებდნენ ყვავილებს, კითხულობდნენ მის ლექსებს. პარლამენტმა გამოაცხადა გლოვის დღე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი თავისი უდიდესი შვილი. მაგრამ ყველაზე ძლიერი პატივისცემა მოვიდა ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ათასობით ადამიანი მოვიდა მის სახლთან, რომ გადაეხადა პატივი, რომ ეთქვა ნახვამდის, რომ მადლობა გადაეხადა იმისთვის, რაც მან გააკეთა. მაჭავარიანის დაკრძალვა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება თბილისში იმ წლებში. 10,000-ობით ადამიანი მოვიდა, რომ გაეცილებინა ის თავის ბოლო გზაზე. და ყველა მათგანი ატარებდა რაღაცას, ზოგი ყვავილებს, ზოგი წიგნებს, ზოგი უბრალოდ ცრემლებს. მაგრამ ყველა მათგანი ატარებდა მეხსიერებას ადამიანისა, რომელიც არასოდეს დუმდა, რომელიც ყოველთვის იბრძოდა, რომელიც არასოდეს დანებდა. მაჭავარიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახმა გადაწყვიტა გახსნას მისი პირადი არქივები. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ადვილი, რადგან ამ არქივებში იყო ბევრი ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკამათო, ბევრი დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა დაეზიანებინა ძლიერი ადამიანები. მაგრამ მისი ოჯახი გრძნობდა, რომ ეს იყო ის, რასაც მაჭავარიანი სურდა, რომ სიმართლე გახდეს საჯარო, რომ ისტორია ყოფილიყო ჩაწერილი სწორად, რომ მომავალმა თაობებმა ჰქონოდათ ცუდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ გაეგოთ რა მოხდა. ამ არქივების გახსნამ გამოავლინა ბევრი საინტერესო რამ. იქ იყო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა მაჭავარიანის ისტორიებს კორუფციის შესახებ. იქ იყო წერილები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ ცდილობდნენ მის დაშინებას, მის მანიპულირებას, მის დადუმებას. იქ იყო დღიურები, რომლებიც ავლენდნენ მის პირად აზრებს, მის შიშებს, მის იმედებს.
და იქ იყო ლექსები, ბევრი ლექსი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა, ლექსები, რომლებიც იყო ისეთივე ძლიერი, როგორც ის, რაც გამოქვეყნდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა დოკუმენტები, არა წერილები, არა დღიურები, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მესიჯი, რომელიც მაჭავარიანმა დატოვა. მესიჯი, რომელიც იყო მარტივი და ამავე დროს ღრმა, არ დაივიწყოთ. არ დანებდეთ. არ დუნდეთ. ეს იყო მისი ანდერძი, მისი ბოლო სიტყვები მომავალი თაობებისთვის. დღეს, 10 წლის შემდეგ მაჭავარიანის გარდაცვალებიდან, მისი მემკვიდრეობა კვლავ ცოცხალია. მისი ლექსები კითხულობენ სკოლებში, მისი გამოსვლები სწავლობენ უნივერსიტეტებში, მისი მაგალითი შთააგონებს ახალგაზრდა თაობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ ის იხსენება, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი იდეები, მისი პრინციპები, მისი ბრძოლა აგრძელებს ცხოვრებას ყველა იმ ადამიანში, ვინც ირჩევს სიმართლეს ტყუილზე, ვინც ირჩევს პრინციპებს კომფორტზე, ვინც ირჩევს ბრძოლას დანებებაზე. საქართველო დღეს არის განსხვავებული ქვეყანა, ვიდრე იყო მაჭავარიანის დროს. ბევრი რამ შეიცვალა, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური სტრუქტურა, სოციალური ნორმები. მაგრამ ზოგიერთი რამ დარჩა იგივე, გამოწვევები, რომლებსაც ქვეყანა აწყდება, საფრთხეები, რომლებიც კვლავ არსებობს, ბრძოლა, რომელიც კვლავ გრძელდება. და ამ ბრძოლაში მაჭავარიანის მაგალითი კვლავ არის აქტუალური, კვლავ არის შთამაგონებელი, კვლავ არის საჭირო. ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც დღეს მუშაობს დემოკრატიული რეფორმებისთვის, ამბობს, მაჭავარიანი არის ჩემი გმირი. არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი, ის არ იყო. არა იმიტომ, რომ ის ყოველთვის იყო მართალი, ის არ იყო. არამედ იმიტომ, რომ ის ყოველთვის ცდილობდა იყო მართალი, ყოველთვის ცდილობდა გააკეთოს სწორი, ყოველთვის ცდილობდა იბრძოლა იმისთვის, რასაც მჯეროდა. და ეს არის ის, რაც აქცევს ადამიანს გმირად, არა სრულყოფილება, არამედ მცდელობა. მაჭავარიანის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს განსხვავება. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიტყვამ შეცვალოს ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება პრინციპებმა გაიმარჯვოს ძალაზე. მაგრამ ეს არის აგრეთვე ისტორია იმის შესახებ, რომ ეს გამარჯვება არ არის ადვილი, რომ ეს გამარჯვება მოითხოვს მსხვერპლს, რომ ეს გამარჯვება მოითხოვს გამბედაობას. და აქ რჩება ღია კითხვა, რომელზეც ყველამ უნდა იფიქროს, რომელზეც ყველამ უნდა გასცეს საკუთარი პასუხი. რა იყო მაჭავარიანის ყველაზე დიდი მიღწევა? იყო ეს მისი პოეზია, რომელმაც შთააგონა ათასობით ადამიანი. იყო ეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. თუ იყო ეს უბრალოდ მისი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსებით, როგორ უნდა იბრძოლო პრინციპებისთვის, როგორ უნდა არ დანებდეთ, მიუხედავად ყველა გამოწვევისა. შესაძლოა პასუხი არის ყველა ეს ერთად. შესაძლოა მაჭავარიანის ყველაზე დიდი მიღწევა იყო არა რომელიმე ერთი კონკრეტული საქმე, არამედ მთლიანი მისი ცხოვრება, რომელიც იყო თანმიმდევრული, რომელიც იყო პრინციპული, რომელიც იყო ერთგული იმ იდეალებისადმი, რომლებშიც ის სწამდა. და ეს არის ის, რაც აქცევს მას ლეგენდად, არა რომელიმე ერთი დიდი საქმე, არამედ ათასობით პატარა საქმე, რომლებიც ერთად ქმნიან დიდ ცხოვრებას. დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მუხრან მაჭავარიანს, ჩვენ ვიხსენებთ არა მხოლოდ პოეტს, არა მხოლოდ პოლიტიკოს, არა მხოლოდ აქტივისტს. ჩვენ ვიხსენებთ ადამიანს, რომელიც გვასწავლა, რომ სიტყვებს აქვთ ძალა, რომ პრინციპებს აქვთ მნიშვნელობა, რომ ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენ ვიხსენებთ ადამიანს, რომელიც არასოდეს დუმდა, როდესაც სხვები დუმდნენ, რომელიც ყოველთვის იდგა, როდესაც სხვები იჯდნენ, რომელიც არასოდეს დანებდა, როდესაც სხვები ანებებდნენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაჭავარიანის მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის აგრეთვე აწმყო და მომავალი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ცოცხალია ყოველ იმ ადამიანში, ვინც კითხულობს მის ლექსებს და გრძნობს შთაგონებას. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ცოცხალია ყოველ იმ ადამიანში, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და არ ანებებს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ცოცხალია ყოველ იმ ადამიანში, ვინც სწამს, რომ ერთი ადამიანი შეიძლება გააკეთოს განსხვავება. და ეს არის ის, რაც აქცევს მაჭავარიანის ისტორიას უკვდავს. არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი, არა იმიტომ, რომ ის ყოველთვის იმარჯვებდა, არა იმიტომ, რომ მისი ცხოვრება იყო ადვილი. არამედ იმიტომ, რომ ის ყოველთვის ცდილობდა, ყოველთვის იბრძოდა, ყოველთვის სწამდა. და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან. არა იყო სრულყოფილი, არამედ იყო ერთგული, არა იყო უძლეველი, არამედ იყო მდგრადი, არა იყო უშიში, არამედ იყო გამბედავი. პატივსაცემო მაყურებლებო, თუ თქვენ მიხყევით ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ კიდევ მუხრან მაჭავარიანი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის გმირების შესახებ.